იცი რა სხვაობაა გადამწვარ ფრილანსერს და წარმატებულ ბიზნესს შორის? ორივე ერთნაირად მარტო იწყებს. თუმცა, პირველი სხვებს არ ენდობა. დარწმუნებულია, რომ თავისი საქმის კეთება კარგად მხოლოდ მას შეუძლია, ამიტომ ფულს ზოგავს და მუშაობს აუცილებლად მხოლოდ მარტო. მეორეს კი თავიდანვე მიზანთ აქვს დასახული, რამდენიმე გაცრუებათაც არ უნდა დაუჯდეს, აუცილებლად დაიქირავოს თავისზე უფრო მაგარი, თვითმყოფადი გუნდი, რომელიც მის გარეშეც მუშაობს. ეს არის ბრენდინულიდან დღე 28-ე, ამ ეტაპზე 10470 გამომწარი. კონტენტი არ არის სწრაფი სპრინტი. ეს არის გრძელვადიანი მარათონი. თუ გინდა ამ სფეროში გრძელვადიანი წარმატება, ისე რომ თან არ გადაიწვა და ჭკუიდან არ შეიშალა, აუცილებლად დაგჭირდება გუნდი. ამიტომ, როგორც კი შენი ბიზნესიდან საკმარისი შემოსავალი გექნება, ჩააბრუნე ხარისხის გაუმჯობესებაში, შენი ტემპის გაზრდაში და დროის გამოთავისუფლებაში. აი, ტოპ 3 პოზიცია, ვის და რათან მიმდევრობით ავიყვანდი ახლა რომ ვიწყებდე. პირველი, ვიდეო ედიტორი. კონტენტის შექმნის საჭირო დროის 70% მიდის მონტაჟზე, რომელიც არის ტექნიკური უნარი და არ საჭიროებს შენი პროფესიის ცოდნას და უშუალოდ შენს ჩართულობას. როგორც კი ამას გააკეთებ, მაშინვე გამოგითავისუფლდება მეტი დრო იმისთვის, რომ მეტი გადაიღო. მეორე, კონტენტის მენეჯერი. ყველაფერი, რაც არ საჭიროებს მაინც და მაინც შენი პროფესიის ცოდნას და შენს სახეს, აუცილებლად უნდა გააკეთოს სხვა. ეს ადამიანი შენს ნაცვლად გაანალიზებს კონკურენტებს, მოიფიქრებს იდეებს, მოიძიებს ტრენდებს და ძველ ვიდეოებს გადაამუშავებს უფრო მეტ ფორმატად. და მესამე, ყველაზე რთული გაყიდვების მენეჯერი. ყველაზე რთულია შენი კომპანიის შემოსავალი ანდო ვინმე სხვას. თუმცა გაყიდვებში ყველაზე მთავარი არის სისწრაფე, რაც უფრო სწრაფად და სხარტად უპასუხებ პირველივე წამებში. რაც თითქმის შეუძლებელია, როდესაც დამფუძნებელი ხარ და ამის გარდა ძალიან ბევრი სხვა მოვალეობა გაქვს. თუ აიყვან ადამიანს სწორი უნარებით და სწორად დაატრენინგებ, ბევრად უფრო მაგრად გაყიდეს ვიდრე შენ, რადგან მისი ყურადღების 100% იქნება ჩასაფრებული სწრაფად პასუხზე. და ბოლოს, რაც უფრო მაგრად და რაც უფრო დიდი ხანი აკეთებ შენს საქმეს, მით უფრო რთულია შენზე უფრო მაგარი ადამიანი იპოვო ჩასანაცვლებლად. თუმცა, ეს შესაძლებელია და აუცილებელიცაა ზრდისთვის. უნდა გაგაფრთხილო, მარტივი არ იქნება, ეს ბიზნესის ყველაზე რთული ნაწილია. წინგელის ბევრი იმედგაცრუება და თანხის დაკარგვაც, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს. თუ გინდა უყურო ამ სერიებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩეს შემდეგი სერიები, მომწერე პირადში სიტყვა 0-დან.